ფაქტურად ეს დღე როგორც ყველა საერთაშორისო დღე იმისთვის არის განკუთვნილი რომ რუტინიდან ამოვიღოთ მნიშვნელოვანი საკითხი და რაღაცნაირად ყურადღება მივაპყროთ. ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობა, ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე ჯანმრთელობა არ არსებობს. ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ რაღაცნაირად მართლაც გაცნობიერდეს თითეული ჩვენთაგანის ასე ვთქვათ ძალის ხმევა ჩვენი ჯანმრთელობის კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის ეს არის დღე, როდესაც მოქალაქეებს, ასე ვთქვათ, მოვუწოდებთ, რომ იზრუნონ ამაზე, იზრუნონ ძილზე, იზრუნონ ჯანმრთელობაზე, იზრუნონ ფიზიკური აქტივობის შეტანაზე საკუთარ ცხოვრებაში, სეირნობაზე, ვარჯიშზე. იზრუნონ პოზიტიურ ურთიერთობებზე, დადებით ემოციებზე, აი ამ ქაოსში და ამ მძიმე რეალობაში თავის, ასე ვთქვათ, აღდგენაზე, თუ რა ვიცი, სტრესის გარეშე ვერ ვიცხოვრებთ, ხო? და მედეგობაზე. ეს არის ჩვენი პროექტის მიზანიც და ჩვენ ახალგაზრდებიდან ვიწყებთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდებში ინვესტირებული ენერგია, დრო, რა ვიცი, ცოდნა საზოგადოებას გამოადგება. მე ვახსენე კლუბის სინერგია, ამის კონცეფცია რომ განგვიმარტოთ უფრო დეტალურად. დიდი მადლობა. სამწუხაროდ აი ესეთი სტატისტიკური მონაცემი გვაქვს, რომ 25 წლამდე ასაკში 75% ჩვენი ფსიქიკური აშლობებისა უკვე მანიფესტირებულია, უკვე გამოჩენილია. ანუ ფაქტიურად 25 წლამდე ასაკის ადამიანი საკმაოდ მოწყვლადი ადამიანია და ამიტომაც ვიფიქრეთ და ძალიან მადლობლები ვართ ევროკავშირის, რადგან მოგვცა ამის საშუალება და დავაფუძნოთ ესეთი ძალიან თანამედროვე სერვისი 14-დან 25 წლამდე მოზარდებისა და ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის. ანუ მათთვის, ვისაც აქვს პრობლემები, შეიძლება ეს იყოს ძალიან პატარა პრობლემა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ან დაღილობის განცდა, ან გაღიზიანებადობა, ან ძილის პრობლემები, ან ურთიერთობის პრობლემები, ან თვითშეფასება. ყველას გვაქვს ეს პრობლემები, იმიტომაც ქვია გავრცელებული პრობლემები. ამის გარეშე ვერც გავიზრდებით, ხო? მაგრამ აი ამ გაზრდის მოსახოვებში მოსახმარებლად ვართ. თუ სამწუხაროდ უფრო მძიმეა, ვთქვათ, უფრო ღრმა, ვთქვათ, მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, ვთქვათ, გუნდებგანწყობის დაქვეითება, ძალიან გამოხატული შფოთვითი ეპიზოდები, პანიკა და მაშინ შეგვიძლია უკვე არა პრევენციული ჩარევა, არამედ უკვე მართვა ვასწავლოთ. ასევე ოჯახის წევრებს ვეხმარებით, რადგან ძალიან ხშირად ბავშვი და მოზარდი ოჯახის სარკია, პრობლემებს ასახავს, აირეკლავს, მოგეხსენებათ, ამიტომაც ოჯახის წევრებს დაძმას ვიღებთ ისკერ და მეგობრებსაც კი ვიღებთ და ცოტა ხნის წინ ჩვენი პაციენტის, კლიენტის, ბენეფიციარის მეგობრებისგან პატარა ჯგუფიც კი შევქმნით, რომ უფრო მივეხმაროთ ადამიანებს. როგორ ხდება დიაგნოსტირება, თუ რა ტიპის კონკრეტული პრობლემა აქვს მოზარდს თუ ახალგაზრდას და რა არის ის მთავარი აქტივობები, რითიც მათ ეხმარებით? ძალიან კარგი შეკითხვა, დიდი მადლობა. ბევრი დრო სამწუხაროდ არა გვაქვს რომ კარგად ავხსნა, მაგრამ პირველ რიგში ყველა ჩვენი გუნდის წევრი და ეს მულტიდისციპლინარული გუნდია გაწვრთნილია. ჩვენ გვყავს ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, სოციალური მუშაკები, ადიქტოლოგები, ფსიქოსომატოლოგიც კი გვყავს. ეს სულ ყველა ადამიანი გაწვრთნილია, ამოიცნოს პრობლემა. ამის გარდა ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ საზომები, ინსტრუმენტები, რითაც ფასდება, ასე ვთქვათ ობიექტურად ფასდება ამა თუ მდგომარეობის სიმპტომატიკა, ნიშნები და გვაქვს ასევე ეს დაკვირვების საშუალება, როდესაც ადამიანი მოდის და ინტერვიუირდება და ასე ვთქვათ მერე ერთვება, ვთქვათ კონსულტირების ან თერაპიის პროცესში. თავისინებით მოდიან, აცნობიერებენ, რომ ეს პრობლემა აქვთ, თუ არის შემთხვევები, რომ თუნდაც ვთქვათ მშობელი მოდის ამ პრობლემაზე სასაუბრო. მრავალფეროვანი, ასე ვთქვათ, სურათია, ჩვენ ვაანალიზებთ რეგულარულად, ვინ როგორ მოდის. ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, თვითდინებით არის. აი მაგალითად, გაგიკვირდებათ და შეიძლება 14 წლის ბიჭუნამ სადღაც მიყრუებული ან გოგონამ სოფლიდან დარეკოს და თქვას, რომ მე ვიცი, რომ პრობლემები მაქვს და მინდა რომ ჩავეწერო.
ძალიან ბევრჯერ მშობლების რეკომენდაცია, მაგრამ ასევე არის ის, რომ თქვათ სახელმწიფო სტრუქტურებიც გზავნიან, მაგალითად პრობაციის სააგენტო განრიდებულ მოზარდებს ან პრობაციაზე. სავალდებულო სახე აქვს. აი ეს ერთადერთი ჯგუფია, ვისაც სავალდებულო სახე აქვს. ეხლა მაგალითად ჯანმრთელობის სამინისტროს ქვეშ არსებული ბავშვთა ზრუნვის სააგენტო ცდილობს რომ უფრო აქტიურად დაგვიკავშირდეს და თქვათ ის ბავშვები, ვინც მინდობით აღზრდაზე არიან ან მცირე საოჯახო სახლებში, ისინი გადმოამისამართოს, მაგრამ ზოგადად თვითონ მოდიან ახალგაზრდები. გადაცემის დასაწყისში რამდენიმე პრობლემა ახსენეთ, მე მაინტერესებს დღევანდელი ახალგაზრდობისთვის ყველაზე პრობლემური რა არის, როდესაც ვსაუბრობთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რა ტიპის პრობლემები აწუხებთ მოზარდებს და ახალგაზრდებს? სამწუხაროდ ჩამონათვალი ძალიან გრძელია, მაგრამ რომ დავიწყოთ ყველაზე მთავარი და ასე ვთქვათ, ეს არ არის დიაგნოზი, ჩვენ ვერიდებით დიაგნოსტირებას, უფრო ვცდილობთ, რომ ესე ჰქვია, შემთხვევის ფორმულირება, კონცეპტუალიზაცია, ფენომენოლოგიური მიდგომა გამოვიყენოთ. ეს არის ემოციური დისრეგულაცია, დისბალანსი, როდესაც საკუთარი ემოციების მართვა უჭირს ახალგაზრდა ადამიანს. ემოციური სხეული, ეს ის სწორედ პერიოდია, როდესაც იზრდება, როდესაც უყვარდება, როდესაც რაღაცა სურს, როდესაც შეიძლება შურდეს, შეიძლება ეჭვიანობდეს, შეიძლება ბრაზობდეს, შეიძლება პირველი რიგის მწვავე პრობლემა, რითაც მოდიან, ეს არის ემოციური დისრეგულაცია. ეს ნიშნავს, რომ ოჯახშიც დიახ, აი დიდი მადლობა. ძალიან მოკლედ. ეს არის, ესე ვფიქრობ, რომ ოჯახი ჩემი გადმოსახედით, ასე ვთქვათ, სოციალურ გარემოში დიახ ვეძებ ხოლმე უფრო მეტად ოჯახი, რომელიც არ ასწავლის თვითრეგულაციას დამშვიდებას, რადგან ეთყობა არც დედა, არც მამა, ან არც მზრუნველი არ რეგულირებს საკუთარ თავს. ამ დროს ბოდის ვიხდი გადახვევისთვის თანამედროვე, ვთქვათ, მედეგობის რეზილიენსის მამა ჯორჯ ბონანო ამბობს, რომ ჩვენი აღდგენის უნარიანობის და გამძლეობის ბირთვი არის მოქნილი თვითრეგულაცია. თუ ჩვენ არ ვისწავლეთ, როგორ ვმართოთ ჩვენი ემოციები, ვერ გავუძლებთ, ვერ ვადაპტირდებით რეალობაში. ეს პირველი რიგის პრობლემაა, რაზეც ინტენსიურად მუშაობთ. ინტერპერსონალური ურთიერთობების სირთულე, აი სოციალური კომპეტენციების ნაკლებობა ხდება და უამრავი სხვა, რა თქმა უნდა, გუნებგანწყობის დაქვეითება, დეპრესიულობა, სუიციდური აზრები, ძილის დარღვევები, სირცხვილის დანაშაულის განცდა, ღრმა რასაც ქვია დაბალი თვითშეფასება ნიშნულოვანია, რომ 25 წლამდე განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ეს მოწყვლადი ასაკია? როგორი კარგი რიტორიკული შეკითხვა. ნამდვილად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაცემით მოვუწოდოთ, თქვათ, პოლიტიკის მკეთებლებს, რომ ჩადონ ინვესტირება, ფული, რესურსი, პოლიტიკური ნება 25 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. ჩვენ ერთი სერვისი გვაქვს, რომელიც მართალია ბევრ ადამიანს ემსახურება, მაგრამ ფრაგმენტული სერვისია, ბავშვთა და მოზარდთა სამსახურები ძალიან ფრაგმენტულია, არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში რაღაცნაირად ეს სფერო ფსიქიკური ჯანმრთელობის ეს დარგი ვერ დადგა ფეხზე და საქართველოში, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მეტად გასაჭირშია და ვთქვათ, მოვუწოდებდით აი ამ დღეს, ცნობიერების ამაღლების დღეს, ადვოკატირების დღეს, რომ იზრუნონ ამაზე, მით უმეტეს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება არის სახელმწიფო სტრატეგიული ხედვისა და გეგმის ნაწილიც.